500 მილიონის ნაცვლად 2.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 50 ქართულმა კომპანიამ ვაკანსიები გამოაცხადა თანამშრომლებს ცნობილი ბრენდის წარმომადგენლები თბილისის დასაქმების ფორუმზე არჩევენ დღეს. დილიდან კომპანიების კადრების განყოფილების თანამშრომლების სამსახურის მაძიებლებს ხვდებიან და მათ მონაცემებს ეცნობიან. თბილისის დასაქმების ფორუმზე დღეს სულ 1000-მდე მსურველს გაესაუბრნენ. წარმოგვიდგენია ძელი ელექტრონიკაში თქვენი თავი. ორმოცდაათი კომპანია და 100-ზე მეტი ვაკანსია. სამსახურის მაძიებლები დღეს დასაქმების ფორუმზე შეიკრიბნენ. ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები დილიდან გასაუბრების წესით მომავალ თანამშრომლებს არჩევდნენ. USAID-ის მიერ ორგანიზებული ფორუმი დღეს 800-ზე მეტ დასაქმების მსურველს მასპინძლობდა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები შეერთებულ შტატებშიც ხშირად იმართება. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დასაქმების მსურველთათვის, ასევე დამსაქმებლებისთვის. ვინაიდან ეს კარგი საშუალებაა, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ინფორმაციები გაცვალონ. გვაქვს ამ ეტაპზე კონსულტანტის პოზიცია აქტიური და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ აქ მოსულ თუნდაც მონაწილეს ექნება საშუალება, რომ დასაქმდეს ჩვენს კომპანიაში. ფორუმზე მონაწილეობა მერიის დასაქმების ბაზაში დარეგისტრირებულმა სამუშაოს მაძიებლებმაც მიიღეს. კომპანიების წარმომადგენლებს თბილისის მერი შეხვდა და მათი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 300 ადამიანის მონაცემით გააცნო. თითოეული სამუშაო ადგილის შექმნა სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, ფინანსური ძალისხმევა, ადმინისტრაციული ძალისხმევა, კერძო ინიციატივები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პრობლემა კომპლექსურია და მიხარია, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია მასში ჩართული. ისევე როგორც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, იმიტომ რომ ერთი არის ციფრები და ჩვენ შეიძლება დავждდეთ და შევუყუროთ ამ ციფრებს, მეორე არის კმედითი ღონისძიებები. ერთ-ერთი კმედითი ღონისძიება ყველა ქვეყანაში არის job fair-ი, ანუ დამსაქმებლებისა და დასაქმების მსურველების ერთად შეხვედრა, მათი პირდაპირი კომუნიკაცია. უკვე ამ პროგრამის ფარგლებში მთელ საქართველოში 3000 ადამიანია დასაქმებული. 3000 შეიძლება არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ციფრია. დამერწმუნებით მაშინ როდესაც ჩვენ კრიზისულ წელიწადზე ვსაუბრობთ. ვაკანსიით ხართ ხოლმე დაინტერესებული? დარეგისტრირებული ვარ მერიის დასაქმების ამ ბაზაში. ძალიან სასიამოვნოა. დასაქმების მსურველთა ბაზა მერიაში უკვე რამდენიმე თვეა შეიქმნა. ბაზაში თბილისის 30-ვე მუნიციპალიტეტში არსებული მუშაობის დაწყების მსურველთა მონაცემებია გაერთიანებული. ერთიან ბაზაში დარეგისტრირება ყველა თბილისელს შეუძლია. მერია სხვადასხვა კომპანიებისგან ყოველდღიურად იღებს ინფორმაციებს ვაკანსიებთან დაკავშირებით და ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება. დარეგისტრირებული ვარ მერიის დასაქმების ბაზაში და ეხლა ვეცნობ ვაკანსიებს და შესაბამის ვაკანსიებს ალბათ შევარჩევ. მსგავსი ფორუმი წელს ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართება. კიდევ ერთი დასაქმების ფორუმის ჩატარება 2011 წელს თბილისშიც იგეგმება, სადაც თბილისის მერია დასაქმების ბაზიდან ვაკანსიებს ისევ წარადგენს.